ტყეების აღსადგენად კაფსულირებული თესლის მობნევის მეთოდი მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ მეთოდით ტყის აღდგენა განსაკუთრებით ეფექტურია დიდ ფართობებზე, მიუვალ ადგილებში, ციცაბო ფერდობებზე, კლიმატის ცვლილების გავლენით გამეჩქრებულ ტყეებში, ტყის ხანძრებით ან გაჩეხის გამო დაზიანებულ მწირე ნიადაგიან ადგილებში. ანუ ყველგან, სადაც ნერგის დარგვა და შემდგომი მოვლა ძვირი ან შეუძლებელია. საქართველოში საერთოდ ამ მეთოდს დიდად აქტიურად არ იყენებენ. არადა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან პრაქტიკულია ამ მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით აი მაგალითად ხანძრების შემდეგ. როდესაც ფერდობებზე და მთიან რეგიონებში სამწუხაროდ ხდება ხოლმე ხანძარი და დაზიანდება და განადგურდება ტყის საფარი, თუ ის მთლიანად პირწმინდად განადგურდა, ნერგვის დარგვას ჯობია გამოვიყენოთ კაფსულირებული თესლის ბურთების მიმოფანტვის მეთოდი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კაფსულირების მეთოდი საშუალებას გვაძლევს, რომ თესლი ისეთი მასით დავფაროთ, რომელიც ფაქტიურად რაღაცა სპეციფიურ შესაძლებლობებს უხსნის ამ თესლს რაღაც ექსტრემალურ პირობებში მოხვედრის დროს. ეხლა რაში გამოიხატება ეს? ამ თესლს, როდესაც ის დაფარულია ამ ნაერთით და კაფსულირებულია უკვე, აღარ ეტანება მწერი, აღარ ეტანება, ვთქვათ, თაგვი, სხვადასხვა მღრღნელები, შესაბამისად ის არის დაცული. ამაში თან ვამატებთ ჩვენ ისეთ დანამატებს, რომელიც აღმოცენებას უწყობს ხელს, მოძლიერებას უწყობს, სცენარის მოძლიერებას ხელს. ჩავთვალოთ, რომ აი დავთესეთ ეს სასარგებლო მიკროორგანიზმები, რომელიც მარტო ამას კი არ გაყვება, ესა იქ ადგილზე გამრავლდება და სხვა მცენარეებისაც სასარგებლო იქნება. კაფსულირება როგორ კეთდება? გამოიყენება თიხა, გამოიყენება კომპოსტი ან ბიოჰუმუსი, გადამწვარი ნაკელიც კი გამოგვიყენებია, როცა გადამწვარ ნაკელს ეძახიან ხოლმე, ხაკით, მაგრამ უკეთესია, რა თქმა უნდა, კარგი კომპოსტი იყოს ან კარგი ბიოჰუმუსი, ჭიაყელების მიერ დამუშავებული რაც არის, ხო? ნახშირი სასურველია რომ იყოს შერეული. საქართველოში კაფსულირებული თესლის მიმობნევის მეთოდით ტყის აღდგენის ერთ-ერთი პირველი მცდელობა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანამ განახორციელა. აჯამეთის აღკვეთილში ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული იყო BP International Limited-ისა და BP საქართველოს მიერ და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით 2022-2026 წლებში ხორციელდებოდა. პროექტის ფარგლებში აჯამეთის აღკვეთილში აღდგა იმერული მუხის 2 კორომი, საერთო ფართობით 6.7 ჰექტარი, სადაც დაირგო 20.300 იმერული და 1.200 ძირი ქართული მუხის ნერგი. საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისთვის მოეწყო სანერგე მეურნეობა. 5.2 ჰექტარ გამეჩხრებულ ტყეში შეირგო 5.900-მდე იმერული მუხის ნერგი და დაითესა კაფსულირების მეთოდით დამუშავებული მრავალი იმერული მუხის რკო და ძელქვის თესლი. პროექტის გუნდის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით, კაფსულირების შემდეგი მეთოდოლოგია შეირჩა. ტყეში შეგროვილი რკო და ძელქვის თესლი ჩავალბოთ წყალში და გადავარჩიოთ ამოტივტივებული, გაღივების უნარის არ მქონე თესლი. მოვამზადოთ სამუშაო ხსნარი, 10 ლიტრ წყალში გავხსნათ. აზოტფიქსირებადი ბაქტერიები, ჩვენ შემთხვევაში ორგანიკა, 50 გრამი, პრეპარატები ფესვთა სისტემისა და მცენარის გაძლიერებისათვის, მიკორიზა 100 გრამი, ნაუტა, ამინომჟავა 15 გრამი, სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ, ბიოკატენა 50 გრამი, აგროკატენა 100 გრამი, ელიამინ პლუსი 25 გრამი. სურვილის ამებს შესაძლებელია ზოგიერთი კომპონენტის ამოკლება. გადარჩეული თესლი ჩავალბოთ წინასწარ მომზადებულ ხსნარში თანაფარდობით 3-დან 5 კილოგრამამდე თესლი 10 ლიტრ ხსნარში. ჩალბობის მინიმალური ხანგრძლივობა 30 წუთია, თუმცა სასურველია თესლის ხსნარში 24 საათამდე გაჩერება, რათა სასარგებლო მიკროორგანიზმებითა და სხვა ნივთიერებებით კარგად გაიჯირჯოს. ხსნარიდან ამოღების შემდგომ თესლი ჭრდილში უნდა შეშეს, რომ მზის პირდაპირმა სხივებმა სასარგებლო მიკროორგანიზმები არ დააზიანოს. კაფსულირების დაწყებამდე დიდ ვარცლში გადაურიოთ კარგად გამომშრალი წვრილ ფრაქციებად, 2-3 მმ-იან საცერში გაცრილი. თიხა 3 წილი. თიხა გამოიყენება როგორც შემკვრელი, ამიტომ თუ მიწა თიხას წებოვანება აკლია, შეიძლება დაემატოს სახამებელი. ბიოჰუმუსი 1.5 წილი, საკვები ელემენტების მიწოდებისა და თესლის სტიმულაციისათვის. შესაძლოა ჩანაცვლდეს კომპოსტით, ვერმიკომპოსტით ან გადამწვარი ნაკელით. ნახშირი ან აგროპერტი 0.5 წილი, აერაციისათვის. ეს თანაფარდობა შეიძლება შეიცვალოს საჯელოების მიხედვით. შემდეგ ამნარევს ვკრით ბეტონმრებში და იგივე ასარწყავი ჭურჭლით ვუმატებთ 3-5 წილ დამუშავებულ თესლს. ვთავთ მოწყობილობას და შესაწამლი აპარატის საშუალებით
დოლურაში ბრუნვის პარალელურად ვნამოთ წინასწარ მომზადებული სამუშაო ხსნარით. თესლი ნელ-ნელა იგონგლება და წარმოიქმნება კაფსულები. თუ ვატყობთ, რომ ნარევი მშრალია და თესლს გარზე არ ეკვრის, დამატებით ვნამოთ შესაწამლი აპარატიდან. ან თუ ნაზავი ზედმეტად ნესტიანია, ვამატებთ თიხა მიწის ნარევს. 10-15 წუთის შემდეგ, როდესაც თესლი 10 მმ-მდე ნარევით დაიფარება, გამოვთავთ დოლურას და ცხაურის მეშვეობით, გამოვცრით უკვე ფორმირებულ კაფსულებს. დარჩენილი ნარევი გაშრობის შემდეგ კვლავ შეიძლება გამოყენებულ იქნას თესლის კაფსულირებისთვის. ახლად კაფსულირებულ თესლს ერთ ფენად ვალაგებთ სტელაჟებზე და ვაშობთ შტილში. მეორე დღეს კაფსულები უკვე მზადაა ადგაში გასაფანტად. გამზადებული კაფსულების დიდხანს დატოვება არ არის რეკომენდებული. ზედმეტად გამომშრალი კაფსულები შეიძლება დაიშალოს. სრულიად საკმარისია 24 საათი, ამიტომ უმჯობესია კაფსულირება ჩატარდეს ეტაპობრივად. კაფსულირების პროცესის დასრულების შემდგომ შემრევი დოლურა აუცილებლად უნდა გაიწმინდოს შიგ დარჩენილი მიწებებული ნარევისგან. შემდეგ გასუფთავებულ დოლურაში ჩაიკრება ახალი პარტია ნარევი და თესლი. პროცესი ისევ თავიდან დაიწყება. საერთოდ ეს მეთოდი, კაფსულირების მეთოდი, არ ითვალისწინებს ადამიანის აქტიურ ჩარევას, რადგან აქტიური ჩარევის შემთხვევაში საკმაოდ დიდ დანახარჯებზე გავდივართ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ თესლის გუნდებს თუ თესლის ბურთებს გადავყრით, მაგალითად ერთ ფრენიდან მიმოვფანტავთ, ხო? ტერიტორიაზე. უნდა დავანებოთ ყველაფერს თავი, უნდა დაველოდოთ ბუნებას. ბუნებამ უნდა უზრუნველყოს ეს ინკაფსულირებული თესლი ტენით, შესაბამისი ტენით. ან ნიადაგიდან უნდა აიღოს, ან უნდა მიიღოს წვიმის სახით და შესაბამისად უნდა იქნას უზრუნველყოფილი ბუნებრივად. ამ მეთოდის გამოყენებისას ტექნოლოგიური საკითხების გარდა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ კაფსულირების პრინციპი ერთნაირია, მაგრამ ამ მეთოდს კონკრეტულ გარემოზე და მიზნებზე ადაპტირება და წინასწარი მცირე ექსპერიმენტების ჩატარება სჭირდება. ტკის აღდგენისას მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახეობების თესლის კაფსულირება და მათი შერევა, რასაც შესაძლოა ასევე გარკვეული ექსპერიმენტები დასჭირდეს. ამ მეთოდის ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ შესაძლოა მოითხოვოს ბუნებაში თესლის მასიური შეგროვება. რა დროსაც უნდა გავითვალისწინოთ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების რისკები. კაფსულირებული თესლის მობნევა ბუნებას თვითაღდგენაში ეხმარება, რაც გვაჩვენებს, რომ განადგურებული დღეების დაბრუნება შესაძლებელია, თუ ამ მეთოდის გამოყენებას საქართველოში მომავალში უფრო ფართო მასშტაბით გავაგრძელებთ.